მამაზო, ჩემო მშვენიერო, ხომ არ მოიწყინეთ ჩემს გარეშე? ალბათონი ელენე, სოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი გახლავთ, აკადემიკოსი. სოფლიოს 100 ყველაზე საუკეთესო ადამიანებს შორის არის შეტანილი, როგორც საინტერესო პიროვნება. გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი გახლავთ. აქვს 40-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი. ქალბატონი ელენე გავიცანი 4 წლის უკან და დაგვამეგობრა მუსიკამ ერთმანეთთან. თუ რაიმე ღირსება შეიძლება კონდეს ადამიანს, ყველაფერი ერთად აქვს. ქალბატონმა ელენამ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლოს და მსოფლიო რეკორდი, როგორც მისი მეცნიერებით მოხსნას მისი ხანგრძლივი სიცოცხლით. 4 წლის განმავლობაში ინტენსიურად მოვდივარ ქალბატონ ელენესთან. ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე, ნებისმიერ საკითხზე, რა თქმა უნდა, ქალბატონი ელენე საუბრობს უბრალოდ და მე მას ვუსმენ. მღერით ძალიან ხშირად და ერთად ასე ვერთობით და მოვდივართ უკვე ესე 4 წელია. დავიბადე ჭიათურაში 1922 წელს. მე ვარ აბაშიძე 104 წლის. მე ვიყავი გაუგონარი ბავშვი. რასაც ვიწყოდი, იქ არ შეიძლება მეორეაზე. საბავშვო ბაღში დავდიოდი მარტო. უნდა გადამევლო ყვირილა, მდინარე ყვირილის მეორე მხარეზე უნდა გადასულიყავი. მე უნდა ავსულიყავი მთაზე. ბავშვი დიდი მოთხოვნების არ ვიყავ. ყოფილიყო ტყემარე, ყოფილიყო ლობიო. ორჩავშო. მე უკვე მზად ვიყავი. მე ჯაფარიძის ოჯახი და მამა ჩემის ოჯახი განუყოფელი იყვნენ. ერთი ზაფხული დარჩა მედიკო ჩვენთან. ადამიანთა მიმართ მედიკო. ღმერთი იყო, ღმერთი. იმისთან ლამაზი იყო, რომ მე მეგონა გაფრინდებოდა. ასე მქონდა ხელში ჩადე. წარმოგიდგენია. ასე მქონდა და უცდიდი როდის გაიღვიძებდა უცდი. ყველაფერს მეჩინებოდა. ყველაფერს. მეჩინოდი პატარა ხმაზე კი არა. მაგრამ შეიძლება რაღაცაზე მართლა გამეჩინეს. სერიოზულად გამეჩინა და ამყვა ხალხი კაცო და ჯერ პატარა ხალხი ახლოში. მე ნელა დარბაზში. ახლა რომ წავიდოდი ხოლმე სამსახურის არმია. გზაში სულ ღიღინობდი. და უნივერსიტეტში ლექციაზე ხო ღიღინობდი და ასოდეს ბევრს არ წამდი. ყოველთვის აღვფილდებოდი ცოტათი. თან მიყვარდა ის, რაც ორგანიზმს უხდებოდა. არ მახსოვს ჩემს სიცოცხლეში 3 კილომეტრზე ნაკლები დღეში გამივედი. არ მახსოვს. ტრანსპორტი და რაღაცები. ეს უკიდურეს შემთხვევაში ტრანსპორტზე დამტარიყავი. არ ყოფილა რაღაც. რა იყო ამტყობა არ ვიცოდი. შვილი მყავდა, ბავშვი მყავდა 3 წლის. ბავშვი იყო ანაჩვეულებრივი. მონაცემების და გარდა მეცადა. მე შემიყვარდა. ალიაში ჯაფარიძე შემიყვარდა. იმან გაიგო ხა 46 წლის კაცი იყო და მე ვიყავი 24 წლის. თამსვლელი რო იყო იმალი. ხა. მან გოთვას მეგობარი იყო. სხვა მიმართულებით წავიდა ცხოვრება. ძალიან ცუდი მიმართულებით. თარიაშვილო ოჯახი. თარია უნდა ყავდეს შვილები. სიყვარული უნდა განიცადოს ადამიანმა. ეს არის საზღვარი. საზღვარი. ეს საზღვარია. სიგეთის და სიბოროტის. მარტო ეს.